მოგესალმებით, ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი წარმოგიდგენთ პოდკასტს. დღეს განსახილველად გამოტანილი გვექნება ორსულობასთან ასოცირებული პრობლემები. მოგესალმებით, ქალბატონი მაკა, მესმენელს მინდა წარუდგინო, ქალბატონი მაკა ჩიქვანი, ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის ამბულატორული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქალბატონი მაკა გარდა ჩვენი კლინიკისა ვიცით ძალიან დაკავებული ბრძანდებით, არ ვიცით დროს როგორ პოულობს ანოჯახის და სხვა აქტივობებისაც, მაგრამ გარდა ამისა ვიცი რომ გაქვთ ძალიან დაკავებული აკადემიური დატვირთვა. ამჟამად სად მოღვაწეობს, სად ასწავლით მედიცინას? ამჟამად ვასწავლი კენმოკერის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ასევე ამერიკულ პროგრამაში სახელმწიფო უნივერსიტეტის. ძირითადად ინგლისურენოვან ჯგუფებს. გრჩებათ რომ პირადი ცხოვრებისთვის? პოულობთ. ეხლა მე წარგადგენთ ბატონი მამუკა გახლავთ ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი და ძალიან საიმედო სანდო დასაყრდენი კოლეგა. მადლობა. გარდა ამისა, მიწევს მე აკადემიური დატვირთვის აღება, ამის გარშე შეუძლებელია დღეს პროფესიონალური მოღვაწეობა, განსაკუთრებით თუ გარკვეული გამოცდილებაც გაქვს და გინდა შენი გამოცდილება ახალგაზრდა სპეციალისტებს გაუზიარო, გახლავთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მიან გინეკოლოგიის მიმართულებით. რაზე ვისაუბროთ დღეს, ქალბატონო მაკა? რა შევთავაზოთ? დღეს ვისაუბროთ დიაბეტზე, ვინაიდან მოგეხსენებათ 14 ნოემბერი ეს დიაბეტის დღეა და შესაბამისად ჩვენს გავშალოთ თემა ორსულთა დიაბეტის ირგვლივ. დიახ, საკმაოდ დიდი პრობლემა. მე კარგად მახსოვს 1000 წლების გეგმა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაუსვა ქვეყნებს, რომ შეემცირებინათ დეეთა სიკვდილობა 75%-ით, ახალშობილთა სიკვდილობა ეს მე-4 და მე-5 გეგმა ძალიან ბევრი ამოცანები დასახა მაშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, მაგრამ მხოლოდ 2015 წლისთვის 7 ქვეყანამ შეასრულა ეს გეგმა, რომ შეემცირებინათ დეეთა სიკვდილობა 75%-ით. თქვენი აზრით ამერიკამ რა ქნა? იმის ნაცვლად რომ შემცირებულიყო დეეთა სიკვდილობა გაეზარდათ. და ამერიკის მენგინეკოლოგთა კოლეგიამ შეაფასა სიტუაცია და განიხილა თუ რა იყო ამის მიზეზი. ერთ-ერთი მათ შორის, 5 მიზეზი იქნა ჩამოთვლილი, ეს არის ქრონიკული დაავადებები, ეს არის შაქრიანი დიაბეტი, ეს არის ორსულობა, არასასურველი ორსულობა, არათაბარი წვდომა სამედიცინო სერვისებზე, ჭარბიწონა. სწორედ შაქრიანი დიაბეტი, გესტაციური შაქრიანი დიაბეტი გახლავთ ის პრობლემა, რომელიც ასეთ წამყოლ ქვეყანაში, რომელიც ბევრ მილიონს ხარჯავს ორსულთა მოვლაზე, მათ ხელი მოეცარათ ამ ორსულობის წარმატებით მართვაში და ორსულობა, რომელიც გართულდა შაქრიანი დიაბეტის, შემდეგ სხვა ტიპის გართულებასაც იწვევთ. რომელ ტიპის გართულებებს მოიხსენიებდით, ქალბატონო მაკა, თქვენ, რომელიც უკავშირდება გესტაციურ შაქრიან დიაბეტს? რა სამენო რა ორსულობაში რა გართულების წინამორბედია? პირველი რაც შეიძლება აქ ვახსენოთ, ეს არის ორსულობის პერიოდში წნევის მატება, იგივე პრეეკლამსია, რომელიც ხშირად არის ასოცირებული გესტაციურ დიაბეტთან. ასევე გართულებები შეიძლება იყოს მრავალწყლიანობა, დიდი წონის ნაყოფი, უშუალოდ ამასთან დაკავშირებული სამიანო პრობლემები, ანუ ხრების ჩაჭედვა, გაზრდილი საკისრო კვეთის რისკი. პირველი საკისრო კვეთის რისკები, რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ. აი ეს სამიზნე ალბათ ეს არის რომ პირველად საკისრო კვეთლები შემცირდეს და ეს პრობლემა ნამდვილად ნამდვილად ვერ შეგვიმცირებს პირველად საკისრო კვეთას. მოდი შევეხოთ ჩვენ იმ ინტერვენციებს, იმ ჩარევას თუ როგორ მოვაძლოთ ქალი ორსულობისათვის. რა რჩევები მივცეთ რომ რა კონდიციაში მივიდეს დაორსულობამდე, როგორ დაიწყოს ორსულობა, რა სახის რჩევები მივცეთ და რა სახის აქტივობებია მათთვის მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ ესე როდესაც ქალი პირველად მოდის და ესე ვთქვათ გეგმავს ორსულობას, აქ გარკვეული ლომის წილი ქალის ანამნეზის შეკრებაზე მოდის და შესაბამისად როდესაც საუბარი გვაქვს რომ ქალის მომზადებაზე, გარდა იმისა რომ მან აუცილებლად უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავის მიღება, ორსულობის ჯერ კიდევ 4-6 ორსულობის დაგეგმვამდე 4-6 კვირით ადრე, აქვე გვაქვს მთელი რიგი ჩამონათვალი იმ კვლევების, რომელიც მას ჭირდება ჯერ კიდევ ორსულობამდე.
გარდა კვლევებისა და ამ კვლევებზე შეგვიძლია არც გავჩერდეთ თუ დაუშვათ უბრალოდ განვიხილოთ ერთადერთი რასაც ვიტყოდი რომ იმ ჭრილში რომ თუ ქალს აქვს ოჯახური ანამნეზი დატვირთული დიაბეტით ან მას პირად ანამნეზი ჰქონია როდესმე გლუკოზის მომატებული მაჩვენებელი ან პირად ანამნეზი ჰქონია საკვერცხების პოლიკისტოზის სინდრომი რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით საკმაოდ ისეთ ხშირ შემთხვევებში გვხვდება ხოლმე პაციენტების ან ანამნეზში დაუშვათ არ არის პირველი ორსულობა მაგრამ ყავს დიდი ზონის ურაჩვებადობა დიდი ზონის პირველი ახალშობილი ამ შემთხვევაში უპრიანი იქნება რომ პაციენტი აუცილებლად გამოვიკვლიოთ გლუკოზის მაჩვენებლებზე ანუ არ გამოგვრჩეს პრეგესტაციური დიაბეტი და მას აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია რომ თუ მას ჰქონდა ერთხელ პირველი ორსულობის დროს ან ანამნეზში აქვს შაქრიანი დიაბეტი მას აქვს მაღალი რისკი ამ დიაბეტის განვითარების მიმდინარე ორსულობის დროსაც ანუ იმ ორსულობის რომელსაც მას ჯერ კიდევ გეგმავს და როგორც აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველივე კვირეებში ქალის წონის მატება ორსულობის დროს რაც განაპირობებს მიმდინარე ორსულობაში შემდგომ გესტაციური დიაბეტის განვითარებას. ამიტომ პაციენტს უნდა უთხრათ რომ მან უნდა გააკეთოს კვებითი მოდიფიკაციები შესაბამისად გამოვიკვლიოთ ის ესეთ ტესტებზე როგორიც არის გლუკოზის კვლევები ტარდება, ვაძლევთ ფოლიუმის მჟავას და რა თქმა უნდა, ვურჩევთ კვებით მოდიფიკაციებსაც, რომ ანუ მან უნდა შეცვალოს ცხოვრების წესი. სწორედ იმაზე რომ ცხოვრების წესია შესაძლებელი, სწორედ ძალიან თქვენ ბატონო მაგა, ცხოვრების წესია შესაძლებელი და წონის ნორმალური წონის მოდიფიკაციის რომ ის ჭარბი წონით არ მივიდეს, ჭარბი წონით არ დაიწყოს. თქვენ ახლა შევეხეთ ორ ძალიან შეჭიდულ მდგომარეობას, ჭარბი წონა და დიაბეტი. ეს არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული მდგომარეობები და ერთი მეორეს და მეორე პირველს ართულებს და ეს ყველაფერი საბოლოოდ გამოიხატება იმ სამენო გართულების მაღალ შემთხვევითობაში, როგორც არის ორსულობით გამოწვეული არტერიულ მომატება პრეეკლამსია, ეს არის ჭარბი წონა, ეს არის მშობიარობის ანომალიები, ეს არის პირველი საგესოკვეთა, ეს არის პათოლოგიები შუა მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. ის რომ ნორმალური, ოპტიმალური ფიზიკური დატვირთვა, ჭარბი წონა, ეს ყველაფერი მოქმედებს საბოლოოდ ორსულობის მსვლელობასა და საბოლოოდ გამოსავალზე. რა რჩევები მივცეთ ორსულებს სანამ დაიწყებს ორსულობას რა რუტინული კვლევები რომელიც გლუკოზის ნორმალურ დონეს განსაზღვრავს და რომლითაც შევძლებთ გამოყოთ ის პაციენტები რომელიც არიან რისკის ქვეშ. ანუ ერთადერთი რეალურად პროტოკოლში რაც გვაქვს გლიკოჰემოგლობინია. თუმცა თუ დაუშვათ იქ გვაქვს ხო გლიკემიური და გლიკემიის სტატუსი. უბრალოდ გლუკოზაუზმოზე ითვლება რომ გვიჩვენებს ხოლმე და მხოლოდ შეიძლება ნაკლებ სპეციფიური იყოს და ერთ დღეს კარგი იყოს, მეორე დღეს ესა და ამიტომ რახან ესეთი ხო ყველა დღეს შეიძლება განსხვავებული იყოს წინაკვების მიხედვით და შესაბამისად ამიტომ გლიკოჰემოგლობინი მიიჩნევა რაც გვაქვს პროტოკოლით გათვალისწინებული ხო. მაგრამ სხვა კვლევები ხო არ გინდოდათ ის წითელაწით ურა და ისინი არა ეს შემდგომ შეიძლება განვიხილოთ როგორც ვაქცინაციის შრიში, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ორსულობის პრეკონცეპტუალურად გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა მნიშვნელოვანია. შემდგომ არის ფაქტორები, რომელიც ორსულობის განმავლობაში მოქმედებს გლიკირებულ ჰემოგლობინზე, ეს არის ორსულთა ანემია, ორსულთა ფიზიოლოგიური სისხლის განზავება, რომელიც ამ მაჩვენებელს 20%-ით ნაკლებს ხდის არაორსულ პოპულაციას შედარებით. შესაბამისად, ამის პროგნოსტიკული ღირებულება ორსულობის განმავლობაში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ორსულობამდელ პერიოდში და ამიტომ ორსულობამდე ან ორსულობის პირველივე კვირეებში თუ არ ჩატარებულა იგი აღნიშნული ტესტი ორსულობის დაგეგმვამდე, შვებს რომ პირველივე კვირეებში მოხდეს მისი ჩატარება. ეს გარდა ამისა საშუალებას მოგცემს რომ არ გამოგვჩეს ის შემთხვევებში, როდესაც სამწუხაროდ გვიან ხდება პაციენტის დიაბეტის აღმოჩენა, ვინაიდან თუ დაუშვათ არ დავტესტეს, შესაბამისად პასუხიც არ ვიცით. არადა განსხვავებულია ორსულობის მიმდინარეობა, პრეგესტაციული დიაბეტს, როდესაც ქალს უბრალოდ ტესტი არ ჩაუტარებია, მაგრამ აღენიშნება დიაბეტი, აქვს გაცილებით მეტი, ესე ვთქვათ, ზეგავლენა, უარყოფითი ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ვინაიდან გლიკოჰემოგლობინი, როგორც უკვე ვთქვით, გლიკირებული ჰემოგლობინი და ის გლუკოზის მომატებული მაჩვენებელი ახდენს დნმ-ის მეთილაციას და შესაბამისად პრეგესტაციურ მდგომარეობაში მაღალი შაქრის მაჩვენებლის დროს იზრდება ნაყოფის განვითარების სხვადასხვა პათოლოგიები და უშუალოდ რაც არ ხდება შემდგომ უკვე მოგვიანებით ვადაზე განვითარებული გესტაციური დიაბეტის დროს. აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, საკვანძოა რომ ვიცოდეთ პაციენტის ეს გლიკემიური
მდგომარეობა ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვამდე განსაკუთრებით იმ პაციენტებში, თუმცა აღენიშნებათ მთელი რიგი ის რისკ ფაქტორები, რომელიც უკვე ჩამოვთვალეთ. დიახ, გაგეთახვებით, განსაკუთრებით სენსიტიურია ნერვული მილი. ის სტრუქტურა, რომელიც ყალიბდება ორსულობის პირველ კვირეებში. ჰიპერგლიკემიის, ანუ მომატებული შაქრის დონეზე იზრდება დონის დროს იზრდება ოქსიდაციური სტრესი, ანუ დაზიანება იმ ქსოვილების, რომელიც არ რეგენერირდება და ეს ნერვული ქსოვილი პირველ კვირეებში სწორედ ნაყოფის ნერვული მილის ეგრეთ წოდებული ხერხემლის ზურგის ტვინის თავის ტვინის განვითარებაშია ჩართული და ამ დროს მისი დაზიანება პრინციპში 1.5-ჯერ უფრო მეტად ხდება ვიდრე არა გლიკემიური პაციენტების შემთხვევაში. შესაბამისად, უფრო მეტი რისკია ასეთ პაციენტებს, რომ განუვითარდეთ ანომალიები, ნაყოფის ნერვული სისტემის ანომალიები. და აქვე ერთი მნიშვნელოვანი პატარა დეტალი, რომ სწორედ ამიტომ ამ პაციენტებს ვურჩევთ, რომ ფოლიმის მსჯავის უფრო გაზრდილი დოზა მიიღოთ, ვინაიდან მათთვის მხოლოდ 400 მიკროგრამი საკმარისი არ არის დროულად თან დროულად კი ბატონო. ორსულბამდე ეხეს ეს ხალხი საუბრის თემა, როდესაც რამდენი უნდა მიიღოს, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ჯერ კიდევ 70% ორსულების მოდის უკვე დაგვიანებული ფოლიმჟავის ფანჯარისათვის და უკვე დასრულებულია ნერვული ფორმირება, რომელიცაც ამ ფოლიმჟავის მიცემა უკვე აღარ წარმოადგენს ისეთ აქტუალურ და უფრო ადრე განვითარებული, ამაზე საუბარი, უფრო ადრე განვითარებული შაქრიანი დიაბეტი 20 კვირამდე მაგალითად ხშირად საჭიროებს ინტერვენციაში ინსულინური თერაპიის ჩართვას. ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში სასურველია შევეხოთ ინტერვენციებს და ორსულებს რა რჩევა მივიცეთ. აი დაუდგინდათ გესტაციური დიაბეტი. ესეც განვიხილოთ აუცილებლად რა კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილებდეს მათი სისხლის მაჩვენებლები, მათი გლიკემიური სტატუსი, რომ მოხდეს მათი შეფასება, როგორც კლასიფიცირება, როგორც გესტაციური დიაბეტის მქონეთ. თქვენი სტატისტიკით ვიცით, რომ საკმაოდ მაღალია გესტაციური დიაბეტის შემთხვევითობა ჩვენ ორსულებში თქვენი პირადი სტატისტიკით. სამწუხაროდ დღესდღეობით არ ხდება საქართველოში სწორი კლასიფიცირება და ერთი უდიდესი მიღწევა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროსი მშობადობის რეგისტრის შექმნა, სადაც უნდა დაფიქსირდეს ეს შემთხვევები და ეს მაჩვენებელი გესტაციური დიაბეტის დიაგნოზის დასმის საქართველოში ყოველგვარ კრიტიკას სჭირდება. მისი შემთხვევითობა არის 0.8%. ანუ მსოფლიო სტატისტიკაზე რამოდენიმეჯერ ნაკლები. თქვენ პირად კვლევაში, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობის ორსულებს მოიცავს, დაახლოებით რა ციფრები გაქვთ? დაახლოებით 11-12%-ზე ვართ. მსოფლიო სტატისტიკაც მინდა გითხრათ, რომ შორს არ არის. დაახლოებით 16% არის სტატისტიკის მიხედვით გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკი. ეს პროცენტი განსხვავებულია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის და შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში პროცენტი უფრო დაბალია, განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალი. აქ რა თქმა უნდა, ეთნიკური ჯგუფებზეც მოდის ეს განსხვავება, თუმცა ჩვენ ახლა ვინაიდან ვაწარმოებთ, ანუ ჩვენი ორსულების აღრიცხვიანობას რამდენ შემთხვევაში რა პროცენტში გვხვდება ხოლმე გესტაციური დიაბეტი, ეს დაახლოებით 11-12%-ს მოიცავს დღევანდელი მონაცემებით. მახსოვს დრო, მაგალითად 2012 წელს ვიმყოფებოდი ზალცბურგის სემინარებზე და იქ იყო ძალიან ისეთი აქტუალური თემა გესტაციური დიაბეტი. რომ მოვიხედი, ანუ რეალურად იმ პერიოდში მუშაობდი, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ იყო იდენტიფიცირებული გესტაციური დიაბეტის, ვინაიდან ეს არ ხდებოდა, უბრალოდ არ ხდებოდა ამის არც სწორი დიაგნოსტირება და შესაბამისად, ანუ ჩვენი პრობლემა იყო დიაგნოსტირება და როცა არ ხდებოდა დიაგნოსტირება, პროცენტი პრაქტიკულად ჰქონდა 0. და ამ შემთხვევაში იპარებოდა ის გესტაციური დიაბეტის შემთხვევები და შესაბამისად მასთან ასოცირებული მთელი რიგი გართულებები. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ რაც შეიცვალა პროტოკოლები და დაივიწყეთ სწორი დიაგნოსტირება, აი მიუხედავად ამისა, რომ უკვე პრაქტიკულად გაწერილია, დღესდღეობით მაინც პოულობთ შემთხვევებს და საკმაოდ ხშირად სამწუხაროდ, როდესაც არ ხდება ამის სწორი დიაგნოსტირება და ან უბრალოდ არასწორი შეფასება. ეხლა მაგალითად აი ერთ-ერთი შემთხვევა რო ავიღოთ, ანუ დღესდღეობით გაწერილია მოგეხსენებათ, რომ ორსულობის მესამე ვიზიტზე, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, კეთდება 50 გრამიანი გლუკოზის დატვირთვის ტესტი. კი ბატონო, აი გლუკოზის challenge ტესტს, რასაც ვეძახით ხოლმე, გლუკოზის გამოწვევის ტესტი. 50 გრამიანი გლუკოზის დატვირთვის ტესტი
ტესტის შემდეგ მაჩვენებელი უნდა იყოს, აქ სხვადასხვა ის კარპენტერის მიხედვით იქნება თუ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიხედვით 115, 140, ყოველ შემთხვევაში 140-ის ზემო თუ არის, პაციენტს სჭირდება შემდგომი კვლევა. ეს შემდგომი კვლევის განსაზღვრა, როდესაც კეთდებოდა, იყო ყოველთვის აი რაღაცნაირად ისე რომ ექიმი урეკავს პაციენტს ეუბნება რომ ხო ან აღარ ხდებოდა ან ეუბნება რომ ეხლა ცოტა მომატებულია და ეხლა მოდი შეცვალე კვლევა დიეტაზე გადადი და ამასობაში როდესაც პაციენტი მოდის განმეორებითი ტესტის ჩასაბარებლად ის ტესტი გვაძლევს სრულ კარგ შედეგს და შესაბამისად გულის დამშვიდებული გვაქვს ვინაიდან პაციენტმა ცოტა ხანი იდიეტა 100 გრამიანი გლიკოზის ტესტი რომელიც მეორე საფეხურს წარმოადგენს მივიღეთ მაჩვენებელი ნორმაში და შესაბამისად მოხდა ისე რომ ანუ იმ ტესტმა მოგვცა კარგი პასუხი და გესტაციური დიაბეტის დიაგნოზის იდენტიფიცირება და დიაგნოსტირება სწორად არ მოხდა. შესაბამისად დღემდე გვაქვს ეს ლაფსუსი ამ სწორ დიაგნოსტირებაში და სწორ დიაგნოსტიკაში. ესე იგი ვიწყებთ პრეკონცეპტუალურად ან პირველივე ვიზიტზე თუ პრეკონცეპტუალურად ანუ ორსულობამდე არ არის ჩატარებული გლიკემიის ტესტი. პირველივე ვიზიტზე ვაკეთებთ გლიკემიას, ანუ შაქრის განსაზღვრას უზმოთ. აუცილებლად ყველა ორსულს თხოვთ რომ კი არ შედის ეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კვლევებში, მაგრამ აუცილებლად მოსთხოვოს ექიმს რომ ეს ტესტი ჩაუტაროს. პირველ ვიზიტზე გლიკემია უზმოზე, შემდეგ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მესამე ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული 50 გრამიანი გლუკოზის დატვირთვის ტესტი სტანდარტული, მისი გადახრის შემთხვევაში 100 გრამიანი გლუკოზის დატვირთვის ტესტი. კი ბატონო. და შემდეგ უკვე თუ დიაგნოზი დაისვა, რა თქმა უნდა, მართვა უნდა მოხდეს მეანისა და ენდოკრინოლოგის მიერ ერთობლივად და განსაზღვროს სამიზნეები. რა თქმა უნდა, პირველი და საწყისი ყოველთვის დიაბეტის მართვაში, არა მარტო ორსულობის დიაბეტის მართვაში, არამედ ეს არის ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია, ეს არის სწორი დიეტა, კვება, ეს არის ფიზიკური აქტივობა, ეს არის საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური თერაპია. განსხვავებით ჭარბიწონისაგან, როდესაც ჩვენ ვადარებთ ორ ასეთ თითქოს დიამეტრალურ საწინააღმდეგოს, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან შეჭიდულ მდგომარეობას, ჭარბწონასა და შაქრიან დიაბეტს. აქ მართვა რთულდება ისევ ადამიანური ფაქტორის გამო. ეს არის კვებითი ჩვევები, ეს არის მადა, ეს არის აქტიობა, თუ ლითია დაკავებული ქალბატონი, ორსული ქალბატონი, როგორი რეჟიმი აქვს, როგორი სამსახურის რეჟიმი აქვს, როგორი დასვენების და როგორი გართობის რეჟიმი აქვს, ვარჯიშის რეჟიმი აქვს და თუ შეუძლია ეს ვარჯიში, ჩვენ არ შეიძლება მივუდგეთ ძალიან მკაცრად, აი ერთი მოწყობილი, ერთი დაწერილი პროტოკოლის მიხედვით მართოთ თითოეული მათგანი, თითოეულის თვის ეს გეგმა უნდა მორგებული იყოს მის ყოველდღიურ საქმიანობაზე და მის უბრალოდ განწყობაზე, თუ რა შეუძლია შეასრულოს, თუ რა შეუძლია გააკეთოს. მისთვის ბევრისთვის შეუძლებელია ხშირად იმ კაცრი დიეტის მიყოლა და უბრალოდ არ სიამოვნებს იმ საკვების მიღება და შესაბამისად რაღაც უნდა მოუგონოთ, მოვარგოთ. მაგრამ აქ რაღაც გაწერილი სტანდარტები არის, რომ სასურველიო ამ სტანდარტებში ჩავშდეთ, ვინაიდან თუ დაუშვათ ეს მაჩვენებლები 30%-ით აღემატება დასაშვებ ნორმებს, იმ შემთხვევაში უკვე დგება მედიკამენტოზური თერაპიის საჭიროება. თუ დაუშვათ პაციენტს ძალიან უჭირს, აქაც უნდა მან აუცილებლად გაგვიზიაროს, იმიტომ რომ ხანდახან ხდება ხოლმე პაციენტების მიერაც ინფორმაციის არასწორად მიწოდება და ესე ვთქვათ დამალვა, ვინაიდან კვება მათთვის ძალიან ისეთია სულ და არ არის საკმარისი ის გაწერილი დიეტა, რასაც ხშირად ენდოკრინოლოგი ან ნუტრიციონოლოგი აძლევს და შესაბამისად არ ხდება სწორი უკან ესე ვთქვათ მონაცემების ჩაწერა. უბრალოდ პაციენტებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ჯობს რომ ვიცოდეთ, რომ მაჩვენებლები მაღალია და დავამატოთ მედიკამენტოზური თერაპია და გლიკემიური დონე შევინარჩუნოთ ნორმის ფარგლებში, ვინაიდან გლიკოზის მაღალ მაჩვენებლებს არ აქვს მარტო ის, რომ აი რაც ჩამოვთვალეთ ორსულობის პერიოდის გართულებები, მათ გააჩნიათ შორეული გართულებები, მაგალითად აი ეს აუტიზმი, არ ვიცით ხოლმე ხან ერთ დაავადებას, ხან მას უკავშირდება, ხან იმას, ხან ეხოსკოპიას, ხან ფოლიმის მჟავა და ასე შემდეგ, ხან აცრებს კიდე, იმიტომ რომ არა გვაქვს ინფორმაცია და ერთ-ერთი მინდა ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, შორეულ გართულებებში და არის ეს აუტიზმის მოიაზრება, რომ ამ შთამომავლებს ეზრდებათ აუტიზმის რისკი, ისევე როგორც ეზრდება შთამომავლებს შემდგომში უკვე დიაბეტის განვითარების რისკი. ამიტომ, როდესაც დედას ეს ინფორმაცია სწორად აქვს მიღებული, მან უნდა იცოდეს, რომ თუ დაუშვათ ვერ ახერხებს კვების იმ ნორმების მიყოლას, რაც მისთვის იყო გაწერილი ნუტრიციოლოგის მიერ, ამ შემთხვევაში სჯობს რომ დავუმატოთ მედიკამენტოზური თერაპია და მისი გლიკოზის მაჩვენებლები შევინარჩუნოთ ეუგლიკემიურ ანუ ნორმალურ მაჩვენებლებზე, ვიდრე დაუშვათ მისმა გლიკოზამ მოახდინოს ფლუქტუაცია სისხლში და შესაბამისად იმოქმედოს შემდგომ უკვე ნაყოფზეც.
ესე იგი მოდით ასე მივყვეთ, დაისვა დიაგნოზი, გესტაციური შაქრის ენდიაბეტის და ჩვენ ვთავაზობთ რაღაც ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია. პირველ რიგში კვებას. რა შეიძლება შევთავაზოთ, რა კვების რეჟიმია, რა ტიპის საკვები უნდა იყოს მისთვის პრიორიტეტული. ცნობილია ასეთი ოქროს სტანდარტი 4-2-1, ნახშირწყლები, ცილები და უჯრედული. 4 წილი ნახშირწყალი, მის გარეშე ვერაფერად ვერ ვიქნებით, ეს არის პური, ბურღულეული და ასე შემდეგ, არა საუბარი მარტივ შაქრებზე. ეს არის პროტეინი, 2 წილი პროტეინი და 1 წილი უჯრედუა, რომელიც პრინციპში შემადგენელი ნაწილია და პროპორციებს ვადგენთ, აი დღიური კალორია რა უნდა იყოს. მაკდონალდსის უკან წერია რამდენი კალორია შეავსებს ბიგ მაგის. ზავისად ყველა საკვებ პროდუქტზე წერია კალორიები და თავისუფლად შეუძლია დათვალოს ორსულმა მიღებული დღიური კალორიები და მისთვის ეს 1800-დან 2500-მდე გააჩნია. ჩვენ ისევ თუ დაუბრუნდებით გაცხიმონებას, ჩვენ რა წონის ნამატი ორსულობაში წონის ნამატს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რით მივა ორსულობამდე და შემდეგ ორსულობის განმავლობაში რამდენს მოიმატებს. ეს მისი მასაწონის ინდექსი დღეს უკვე ყველა მიცის და ყველა ნახულობს თავის მასაწონის ინდექსს, აბა რამდენი ვარ, ხო არ მომიმატე ძალიან და აი მასაწონის ინდექსიდან გამომდინარე თუ რამდენი კილოს მომატება შეუძლიათ. ეს ძალიან კარგად აუხსნის მისი ექიმი ამის რეკომენდაციები არსებობს და რამდენი უნდა მოიმატოს მაგალითად ძალიან გამხდარმა ის რომელსაც ნორმალურ წონის ზღვაშია, ის რომელიც გაცხიმონებაში ან პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის სიმსუქნე აქვთ. მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ისევ და ისევ მაინც უკავშირდება გესტაციური შაქრის დიაბეტის განვითარების რისკებს. ერთადერთი რაც მინდა კიდე დავამატო, რომ ისე ნუ წარმოიდგენს ახლა მსმენელი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გესტაციური დიაბეტი მარტო მსუქანი პაციენტის ძალიან ბევრი ესეთი პაციენტი, რომ ვერასოდეს ვერ იფიქრებ ძალიან ესეთი დაბალი წონის, ის კი არა ნორმაზე ნაკლებიც, ანუ აქ სხეულის მასის ინდექსი რაც ახსენეთ, უბრალოდ რომ ვთქვათ, რომ ესე იგი 18-დან 25-მდე არის ნორმა, 18-ის ქვემოთ ითვლება წონის დეფიციტში, ანუ დაბალ ნაკლებობაში, 25-დან 30-მდე ეს არის ჭარბწონაც და 30-ის ზემოთ უკვე სიმსუქნეა. და შემდგომ უკვე ხდება სიმსუქნის ხარისხების გრადაცია უკვე 40 და ზემოთ, მაგრამ უბრალოდ აქაც ხშირად ყავს პაციენტები, როდესაც მათი სხეულის მასის ინდექსი ძალიან დაბალია, 18-ზე ნაკლებია, 16.5 17 და გამოვავლენთ ხოლმე გესტაციურ დიაბეტს ორსულობის ნუტრიციული კრიზისები, როგორც მალნუტრიციის, ასევე ჭარბი წონის. პრინციპში ნუტრიციის დეფიციტია, ნუტრიციის დეფექტია ჭარბი წონაც. ის როგორც მცირე, ასევე ჭარბი წონაც ნუტრიციოლოგები დამეთოხებიან ჩვენი კოლეგები, სწორედ ამ კვების და მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად ვითარდება ან წონის დეფიციტი, ან ჭარბი წონა. აი კვების ფაქტებს შევხედეთ, აი რა სახის საკვები შეიძლება ურჩიოთ, მაგალითად ნახშირწყლებიდან. თქვენ რას შევთხოვთ? ისეთ რა არის ახლა ნახშირწყლები თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჯობია რომ მიიღოს ის ნახშირწყალი, რომელიც იმიტომ რომ ბოსტნეულის ნახშირწყალია და ხილის და შეობს რომ მისი დატვირთვა მოდიოდეს ბოსტნეულზე, ხილზე და რთულ ნახშირწყალზე და არა მარტივ ნახშირწყალზე. ახლა მაგალითად თეთრი პური მარტივ ნახშირწყლებში გადის, თუმცა შეიძლება იქ შავი ბრინჯი, მაკარონი, რომელიც ასევე ნახშირწყალია, რთულ ნახშირწყლებში გავიდეს. ამიტომ მან უნდა მოახდინოს შესაბამისად მოდიფიცირება და მიიღოს ის ნახშირწყალი, რომელშიც უფრო მეტი არის ან მარცვლოვანი პური მაგალითად, ანუ აი ცეხვილი პური, ხო? ნელა რომ დის, აი შაქრის დონეს რომ ნელას დის, აი ნელა რომ შეიწოს, აი მარტი შაქრი რატომ არის რომ მისი მიღება შაქრიანი ჩაი ან ხავა ძალიან სწრაფად დის გლიკემიის გლუკოზის შემცველობას და ეს არის სწორედ ამზიანებელი, ეს არის სწორედ საზიანო ჩვენი პანკრეასისათვის, რომელმაც უნდა ეცადოს და როგორმე ყველა ჰორმონს, რომელიც როსულობაში მუშაობს, ყველა ამ საწყალი პანკრეასის და ამ საწყალი ინსულინის წინააღმდეგ მუშაობს, ყველა კონტრინსულარულად და მათი წინააღმდეგ უნდა დაძლიოს. ბავშვი უნდა გაიზარდოს, მას სწორედ მაღალი გლუკოზა ჭირდება, მაღალი გლიკემია ჭირდება, ეს გლუკოზა უნდა გადავიდეს ბავშვთან და ამისთვის ყველა ჰორმონი მუშაობს. პლაცენტის მიერ გამომუშავებელი ყველა ჰორმონი იწვევს შაქრის დონის მომატებას. ამ ბაგირის მეორე მხარეზე მხოლოდ ერთადერთი მებრძოლია ინსულინი და ის ცდილობს გადმოქაჩოს საკითხიდან, შეამციროს გლუკოზა და თუმცაღა გლუკოზის გარშე შეუძლებელია ჩვენი ცხოვრება თავის ტვინის ერთადერთი ენერგეტიკული საშუალება გლუკოზაა. ასე რომ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორედ ის ნახშირწყლები მივაწოდოთ, აუცილებლად უნდა იყოს
ვერ იშიმშილებს ორსული, ვერ ჩვენ. მაგრამ ხილიც ნახშირწყალია ბოსტნეულის და აქედან გამომდინარე, როდესაც ვაკეთებთ აქცენტებს, ვეუბნებით, რომ ჯობს მიიღოს ის ნახშირწყლები, რომლებიც ნელ-ნელა იშლება რთულად შეიცნო და დიდხანს გამოიყოფს შემდგომ უკვე გლიკოზას. და ძალიან მნიშვნელოვანია ცილოვანი დატვირთვა და პრაქტიკულად თუ მოხერხდება, რომ ყველა კვებაზე ცოტა ცილა მაინც მიიღოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მინიმუმ 2 ცილოვან პროდუქტს ვურჩევთ ხოლმე პაციენტს, რომ მიიღოს. ცილა მოგეხსენებათ, ეს არის რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, ლობიო, მუხუდო, ბარდაკ და ცოტა თხილებიც რა თქმა უნდა და თხილეულიც იმდენი ოღონდ ზომიერ რაოდენობაში. აქედან გამომდინარე პაციენტს თუ განაწილებული აქვს კვება, ისინი მაქსიმალურად ჯდებიან იმ ნორმატივებში, რაც მათთვის გვაქვს მოწოდებული და ეს ნორმატივები არის, რომ დილით უზმოზე უნდა იყოს 95-ის ქვემოთ, კვებიდან 1 საათშია და კვებაც მნიშვნელოვანია, რომ ათვლა იწყება დროის კვების პირველი ლუკმიდან, 1 საათში უნდა იყოს 140-იც ქვემოთ და 2 საათში არ უნდა ცდებოდეს 100-ც. აქედან გამომდინარე, თუ ამ ნორმებში ვჯდებით და სრულიად შესაძლებელია, რომ კარგი კვების პირობებში პაციენტმა ეს ნორმები შეინარჩუნოს და სწორი კვების პირობებში, ამ შემთხვევაში ხომ კარგი. თუ ვერა და სცილდება ეს მაჩვენებლები 30%-ით დაშვებულ ნორმას, ამ შემთხვევაში უპრიანია ჩაერთოს ან ინსულინოთერაპია, ან მეტფორმინით თერაპია. ეს უკვე ინდივიდუალურად წყდება პაციენტის პრეფერენსებზეც რა თქმა უნდა მორგებული და ესე მაჩვენებლებზეც. რა თქმა უნდა, მედიკამენტური თერაპია რა დავიწყოთ და რა დროიდან. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მიერ რეკომენდირებულია 20 კვირამდე განვითარებული დიაბეტის შემთხვევაში აუცილებლად ინსულინოთერაპიის დაწყება. ბევრს ეშინია ინსულინის, არ მარტო ორსულებზეა საუბარი, ყველა არაორსულ პოპულაციასაც, ქალებსაც, კაცებსაც ეშინიათ, იქოს ეს სერიოზული დამზიანებელი ფაქტორია და ეშინიათ ამ ძალიან მარტივი, ეფექტური, მაგრამ ხანდახან საშიში პრეპარატის გამოყენებას. ჩვენ თუ ვერ მოახერხეთ ინსულინოთერაპიის სწორედ წარმართვა, მივიღეთ შაქრის დონის მკვეთრი დაწევა, ჰიპოგლიკემიური კრიზები ქვია მას. ეს შეიძლება აღმოჩნდეს საზიანო როგორც ედისთვის, ასე ნაყოფისთვის, უსადყოფნი ახალშობილისთვის და სწორედ კარგი განათლება, პირველ რიგში სწორი აქცენტები და პაციენტის თვის მიწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია და თუ ამ ინფორმაციას შეასრულებს, თუ ეს შესრულებადი ინფორმაცია, მაშინ შეგვიძლია თავისუფლად დავიწყოთ ინსულინოთერაპია და დღეს მოწოდებული ძალიან ბევრი ტექნოლოგიური სიახლე, რომლითაც ორგანიზმში არსებული გადამწოდები გლუკოზის დონის მონიტორინგს ახორციელებს და შემდგომში სპეციალური ტუმბოთი, პამპით ხდება ინსულინის მიკროინფუზიები მთელი დღის განმავლობაში და ამით მიიღწევა ინსულინის ნორმალური დონე, ეუგლიკემია, მაგრამ ეს ერთ-ერთ შემთხვევაში მე რამოდენიმე პაციენტს მყავდა მხოლოდ, ვისაც ინსულინის ტუმბო ჰქონდა და ასე მათი ორსულობა ის რომ მაგრად მაკროსომია, ერთ-ერთი გართულება, რომელიც ანუ ნაყოფის ჭარბიწონა არ განვითარებულიყო. მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს ამას. ბევრისთვის ინსულინური თერაპია შეუძლებელია რომ მართოს და ხშირად უვითარდებათ შაქრის დავარდნა, ჰიპოგლიკემია. აი მათთვის რომელ პრეპარატს შეურჩევდით თქვენ ინსულინის გარდა? თუ დავუშვათ საუბარია, რომ ეს არის პრეგესტაციური დიაბეტი, რომელიც 20 კვირამდე განვითარდა, ამ შემთხვევაში აქ არა გვაქვს მხოლოდ საუბარი მაკროსომიაზე, აქ არის საუბარი დედის სხვა ორგანოების ჯანმრთელობაზეც საუბარი, ეს იქნება მხედველობა, ეს იქნება თირკმელი, ეს იქნება ის დაავადებები, რომელიც თანმხლებად შეიძლება ახლდეს დიაბეტს და ამიტომ თუ პაციენტს აუხსნით, რომ მისთვის ეს უპრიანია, რომ მაღალია მაჩვენებელი გლუკოზი 20 კვირამდე ეს არის პრეგესტაციური დიაბეტი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იყოს გამოყენებული ჯობს რომ ინსულინი. თუ დავუშვათ პაციენტისთვის ეს წარმოადგენს პრობლემას, სტრესს და გვეუბნება რომ მიუხედავად ახსნისა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით გამოვიყენოთ მეტფორმინის პრეპარატი, თუმცა მას ისეთი ეფექტი როგორიც ექნებოდა ინსულინს, რა თქმა არ გააჩნია და ამიტომ პირველ რიგში ამას უკვე ენდოკრინოლოგის პრეროგატივაა და ხა ესე არ მინდა რომ მათი მას შევიჭრათ, მაგრამ ენდოკრინოლოგი წყვიტავს რომ და ხშირ შემთხვევაშიც მინდა გითხრათ რომ სწორად ინფორმირებული პაციენტსაც ურჩევნია რომ მისი მდგომარეობა უკეთესად იყოს ნამართი და შესაბამისად პაციენტები თვითონაც სწავლობენ, ახლა თქვენ ახსენეთ ჰიპოგლიკემია განსაკუთრებით ღამის საათებში ვითარდება, როდესაც ნაყოფს მიაქვს დედის ორგანიზმიდან გლუკოზა და პაციენტი თუ დაუშვათ ცოტა დიდი ოდენობით გამოიყენებს გლუკოზის ინსულინს, ანუ დიდი ოდენობით გამოიყენებს საღამოს საათებში, შეიძლება ღამის საათებში მკვეთრად დავარდეს, თუმცა ამის დოზირება და მართვას ნელ-ნელა პაციენტები სწავლობენ და ძირითადად როდესაც ისეთი საკმაოდ ესე იგი, ანუ ისე ჭკვიანურად და ეფექტურად თვითონვე შეუძლიათ რომ ცვალონ
ეტალონ დოზები. პრინციპში მთავარი ჩართულობა, პაციენტის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და მის მიერ განხორციელებული სწორედ ინსულინოთერაპია. ასე რომ ეს სახიფათო არ არის, კიდევ ერთხელ განმარტოთ თქვენს, რომ ინსულინოთერაპია სახიფათო არ არის, მავნე არ არის და უბრალოდ განათლებული პაციენტი ძალიან კარგად შეუძლია მართოს თვითონ ამ ინსულინის დოზირება და ერთ-ერთი წამყვანი ამ მომენტში არის გლიკემიის კონტროლი. და ამ ყველაფრის მოტივატორი არის პაციენტის სწორი ინფორმირებულობა, რომ მან იცოდეს რა შეიძლება რომ ველოდეთ თუ დაუშვათ მაჩვენებლები იქნება მნიშვნელოვნად გაცდენილი ნორმას. საინტერესოა, როდესაც საუბრობთ კვებაზე, ძირითადი მომენტი მაინც ყოველთვის ძირითადი პრობლემა მაინც შეება კვება და აი რა ვჭამოდო რამდენჯერ შემიძლია ვიკვებო. ჩვენ ხშირად ურჩევთ ხოლმე რომ იკვებონ მცირე პორციებით, დღეს რეკომენდირებული მტკიცებულების დაფუძნებული რეკომენდაციებით არის 3 კვება და 2, 3, 4 ხემსი. რა თქმა უნდა, მეთხილეული რო ახსენეთ, გამახსენდა პეშვის პრინციპი. აი ეს პეში რაც დაეტევა, ის უნდა მიიღოს აი თხილკაკალის სახით. ის პორციები რაოდენობა უნდა დააკორიგიროს, პრინციპში დილის საუზმეს შეზღუდვა ნაკლებად, შემდგომ უფრო მეტი და საღამოსთვის ნაკლები პორცია რომ დარჩეს, იგივე ძილის პერიოდში განვითარებული მიღებული საკვების საპასუხოდ იზრდება ინსულინის გამოყოფა და ღამის ჰიპოგლიკემიური კრიზები, რომელიც პრინციპში ნამდვილად სასურველი არ არის. ეს მონაცვლეობა გლუკოზის ასე მკვეთრი მომატება და დაკლება, აი სწორედ ეს არის საზიანო და ხშირად ნაყოფის დამზიანებელი. ამიტომ სამნიშნელოვანია, რომ საღამოს კვებაში იყოს ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ნელ-ნელა გამოიმუშავებს გლუკოზას და არა ნახშირწყალი. ანუ რო წარმოვიდგინოთ, ნახშირწყლის მიღების შემდეგ გლუკოზის მაჩვენებელი უცბად ავარდება, უცბად ჩამოვარდება, პაციენტს უფრო მალე უშივდება, რა თქმა უნდა, და შესაბამისად გლუკოზაც უფრო აქეთ-იქით ესე ვთქვათ ფლუქტუირებს და დადის. და აქედან გამომდინარე, ამიტომ რეკომენდაცია არის, რომ საღამოს იყოს უფრო ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ნელ-ნელა გააგრძელებს გამოყოფას ღამის მანძილზე და ესე ვთქვათ აგვარიდებს თავიდან ამ გართულებას, რასაც ღამის საათებში ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა ჰქვია. კაი, კვებას როგორღაც მოახერხებთ, მაგრამ საკვების გარშე შეუძლებელია ნაყოფის ნორმალური ზრდა, ნაყოფის განვითარება, დაკავშირებულია პირდაპირ დაკავშირებული ჩვენ მიერ მიღებულ საკვების ხარისხზე, ჩვენ მიერ მიღებულ საკვების მრავალფეროვნებაზე, მასში შემოვალ ვიტამინების შეთვისებაზე და ასე შემდეგ. ასე რომ კვება წამყვანი და გადამწყვეტია. არანაკლებ მნიშვნელოვანია გლიკემიის კონტროლი და თუ მესამე საკითხს განვიხილავთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა, დიახ. რა შევთავაზოთ? ფიზიკური აქტივობა ეხლა ყველასთვის ესეც ინდივიდუალურად მორგებადია, თუმცა ითვლება, რომ დღის მანძილზე 30-40 წუთი ფიზიკური აქტივობა აუცილებლობას წარმოადგენს და ეს ყველაზე ესეთი მსუბუქი არის სეირნობა. ანუ 30-40 წუთი სეირნობა ესეთი ყველასთვის მისაღებია. თუ ხალი მანამდეც დატვირთული იყო, ესე ვთქვათ, ფიზიკური აქტივობით ორსულობამდე, შეუძლია უფრო მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გააკეთოს. ეს იქნება ცურვა, იქნება ეს იოგა, იქნება ორსულთა პილატესი, იქნება და ითვლება, რომ კვირის მანძილზე 3-ჯერ, 4-ჯერ თუმცა ზედმეტი დატვირთვაც არასოდეს ამ კუთხით არ ვარგა. ვინაიდან აქაც გასათვალისწინებელია, რომ დავუშვათ თუ საუბარი გვაქვს გესტაციურ დიაბეტზე, ხშირად ის ასოცირებულია გარდა წონის, ნაყოფის წონის მაჩვენებლებთან, ასევე ასოცირებულია წყლის რაოდენობის მატებასთან და ბევრი წყალი კიდე შემდგომ უკვე თავის მხრივ ზრდის ნაადრევი მშობიარობის, ანუ წყლის დაღვრვის და ნაადრევი მშობიარობის რისკსაც და ამიტომ ყოველთვის ზომიერების დაცვა აქაც საჭირო. ანუ ყველაზე უფრო ისეთი მსუბუქი თუ ხალხს დავუშვათ დიდი გამოცდილება არ აქვს ფიზიკურ აქტივობაში, რასაც ურჩევთ ეს არის რომ 30-40 წუთიანი ფეხით სეირნობა სიარული და სულ ვეუბნები ხოლმე რომ მაღაზიაში სეირნობა ეს სეირნობაში არ არის. ეს არის თვლება, ეს უნდა იყოს მიზანმიმართული კარდიოაქტივობა, როდესაც ხალი ესე რითმულად 30-40 წუთის მანძილზე გადაადგილდება და ეს ერთ-ერთი რჩევა, როდესაც ხშირად გვეუბნებიან რომ არა აქვთ ამის დრო, არის რომ ცოტა შორს გააჩერე მანქანა, ან შორს ჩამოდი ტრანსპორტიდან თუ დავუშვათ ტრანსპორტით გზავრობს, რომ დარჩენილი გზა ფეხით გაიაროს ჯერ იქით და შემდგომ უკან რომ დაახლოებით ის 30-40 წუთი დღის მანძილზე გამოვიდეს მინიმალური ფიზიკური აქტივობა. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერი ისეთი ვარჯიში, რომელიც არ არის ისეთი ტრავმის მომტანი ქალისთვის, შესაძლებელია, რომ
და იძლევა სხვა სამიანო სიტუაცია ამის საშუალებას, მას შეუძლია დაკავდეს ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტივობით, როგორც უკვე ვთქვით, ეს შეიძლება იყოს იოგა, ცურვა, ორსულთა პილატესი, მსუბუქი ვარჯიშები და ასე შემდეგ. ძალიან მარტი წინკლავი, გამკლავი, ზემკლავი, ზედა კიდურების კუნთების, განივზოლენი კუნთების მუშაობა 30-40 წუთი კვირაში 3-ჯერ უკვე საკმარისია იმისათვის, რომ შემცირდეს გლიკემიური ინდექსი და ზოგადად არ არის საჭირო ძალიან რთულ რაღაც, აი მე ჩემგან შორს არის აუზი და ვერ ვილიმავში. სახლშიც პირობებში და შეუძლია ეს ფიზიკური აქტივობა განახორციელოს ძალიან მარტივად. ასე რომ რაღაც ფიზიკური აქტივობა უნდა შეურჩიოთ. ცნობილია, რომ განივზოლიანი კუნთების აერობული მუშაობის დროს გლიკოზის 80%-მდე მეტაბოლიზდება. ასე რომ შეუძლია თავისივე სხეულით ძალიან შორს რა წავიდეთ და რთულ კონსტრუქციებზე, ტრენაჟერებზე და ვინოს ძალიან მარტივად შეიძლება შეასრულოს ბევრი ფიზიკური დატვირთვა და ამით მოახდინოს იმ გლუკოზის მოხმარება, რომელიც სხვა რამეს გააფუჭებდა ამ დროს. ასე რომ ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი წამყვანია. სავალდებულოს არის. გარდა ამისა, რასაც ურჩევთ ხოლმე არის, რომ ეს გარდა მშობიარობა გაგწინ და არ უნდა იყოს მოდუნებული, იმიტომ რომ მშობიარობა თვითონ გულისხმობს ესე ვთქვათ, მუშაობის პროცესს და ამ მუშაობას ფიზიკური აქტივობაა და უნდა ესე ფიზიკურად მომზადებული შეხვდეს ქალიც. ჩვენ თუ შევადარებთ მშობიარობას მარათონს, პრინციპში მარათონის დროს 42 კილომეტრია გასარბიენვა, მაგრამ არანაკლები ხანგრძლივობისაა ხოლმე ხანდახან მშობიარობა, როდესაც ქალს 8-12 საათი ინტენსიური საშუალო შეგუმშვების ფონზე უწევს ამ ყველაფრის გადალახვა და გადაღლა გამოფიტვა შიმშილი ნამდვილად კარგად არ მოქმედებს საბოლოოდ ამ მშობიარობის გამოსავალზე. აი რა ხომ მშობიარობა შევეხეთ, აი როდის ჯობს რომ დაიგეგმოს დაუშვათ მშობიარობა გესტაციური დიაბეტის დროს. სწორი აქცენტი იყო ხალხადრო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ დიაბეტის ტიპი და როგორ კონტროლირდება. დღევანდელი კლასიფიკაციით A1 და A2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ანუ დიაბეტი, რომელიც კარგად კონტროლირდება დიეტით და დიაბეტი, რომელიც ვერ კონტროლირდება დიაბეტით ან საჭიროებს მედიკამენტურ თერაპიას. ორი სხვადასხვა მიდგომაა. და სამიზნე არის ის გესტაციური ვადა, ის ორსულობის ვადა, როდესაც ხალხშობილი უკვე უსაფრთხოდ შეიძლება იქნეს დაბადებული. საუბარი არის 39 კვირაზე და მნიშვნელობა აქვს ნაყოფის წონას. საუბარი არის 4 კილო ნახევარ 4 კილოზე მეტ ბავშვებზე, როდესაც გეგმავთ მშობიარობას ბუნებრივი სამშობლო გზებით, ინდუქციით ან საკისრო კვეთით. საუბარი არის კონტროლირებულ დიაბეტზე, რომელიც დროსაც მშობიარობა იგეგმება 39 კვირის ზემოთ. გამომდინარე, ნაყოფის წონიდან თუ 4 კილოზე ნაკლებია ბუნებრივად, 4 კილოზე მეტია საკისრო კვეთის ოპერაციით, რადგან ამ დროს იმატებს მაინც გვხდება მაკროსომია, ნაყოფის ჭარბი წონა, ნაყოფის ჭარბიზა და შესაბამისად სამენო გართულებების, კერძოდ მხრების დისოცია, მხრების ჩაჯვება, რაც კისრის წნულის დაზიანებას და აი ქუჩაში რო პატარა მოკლე ხელით ადამიანი შეგვხვედრია ხოლმე, ეს სწორედ სამენო გართულების, მხრების დისოციის შედეგია. განსაკუთრებული აქცენტი და ყურადღება საჭიროა A2, ანუ გაუკონტროლებელი გესტაციური შაქრიანი დიაბეტის ან ის მდგომარეობა, როდესაც საჭიროებს მედიკამენტურ ან ინსულინოთერაპიას. აქ შეიძლება მშობიარობის დაგეგმვა 36 კვირიდან იქნეს აუცილებელი. ისე ნაყოფის მაკროსომიის, ნაყოფის სიდიდის და დედის მხრივი გართულების, გვიანი გართულების საუბარი იმაზე, რომ პრეეკლამპსია, ორსულობთა ჰიპერტენზია შეიძლება 39 კვირიდანაც განვითარდეს. უბრალოდ ჩვენ აქ უნდა ავირჩიოთ დრო, როდესაც მუცელში ნაყოფის გაჩერება დედისთვის და ნაყოფისთვის რამდენად სახიფათო იქნება. კი გვინდა რომ დროულად იმშობიაროს და თავისით იმშობიაროს, მაგრამ რისკები ამ მოცდით ტაქტიკის დროს გაცილებით მეტია. ამიტომ ვარჩევთ ხანდახან 36 კვირიდან ამაზე მშობიარობას, ამაზე რა თქმა უნდა ორსული უნდა იყოს ინფორმირებული და რაც დაკავშირებულია ერთ-ერთი მომენტი ორსულობის მართვის, ეს არის ხშირი ანტენატალური ვიზიტები. რა არის
ერთ-ერთი არასასურველი მდგომარეობა, რომ ორსულს წევს ხშირი ვიზიტი, ის რაც გაწერილია სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ამის გარდა გაცილებით მეტი, ორჯერ, სამჯერ მეტი მეთვალყურება ჭირდება და ანტენატალური ვიზიტი ექიმთან, რომ იყოს კონტროლირებული გლიკემია, შაქრიანი დიაბეტი და ხშირად იყოს ეს ინფორმაცია გაცვლილი. საუბარი არის სატელეფონო ინფორმაციაზე. მე ვისურვებდი, რომ ასეთი პაციენტები ძალიან ხშირად და ასეც იქცევიან. უმეტესობა ინფორმირებულია და ძალიან კარგად ეპყრობა თავიანთ თავს, მიდის ექიმთან და ამსეთი მართვით მშობიარობის დაგეგმა დროს თქვენი ექიმი, ჩემო ძირფასო მაყურებლებო და ორსულებო, ნამდვილად შეგიჩებთ იმ დროს, როდესაც უნდა მოახდინოთ მოხდეს ორსულობის დასრულება სათანადოდ გესტაციური დიაბეტის შემთხვევაში. ჩვენ შევეხეთ ორსულობამდე მართვას, ორსულობის დროს დიაგნოსტირებას, ჩარევებს, მართვის პრინციპებს, კვებას, ვარჯიშის რეჟიმს, მშობიარობის ტაქტიკას. აქვს რაიმე განსხვავება მეორე ტიპის დიაბეტსა და გესტაციურ შაქრიან დიაბეტს შორის. მაგალითად, ეს დიაბეტი რითი განსხვავდება სხვა დიაბეტისგან? გესტაციურ შაქრიანი დიაბეტი რითი განსხვავდება პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტისგან? ესე იგი, გესტაციური დიაბეტი არის, რომ ხშირად არის, რომ პაციენტებს ვშვიდებთ, ესე ვთქვათ, რომ ეს შეიძლება ორსულობასთან და მეტწილად ორსულობასთან ერთად გესტაციური დიაბეტი გადის. ანუ რეალურად პაციენტი ორსულობა რო სრულდება, მისი გლუკოზის მაჩვენებლებიც დგება ნორმის ფარგლებში, ვინაიდან როგორც თქვენ ახსენეთ, ეს კონტროინსულარული ჰორმონები, რომლებიც უხვად გამოიყოფა ორსულობის პერიოდში, შესაბამისად, ამათი ნორმალიზება ხდება და გლუკოზაც მეტნაკლებად უგროვდება ნორმას. მეტნაკლებად რატო ვახსენეთ? იმიტომ რომ ერთ მნიშვნელოვანია, რომ ხალხს, რომელსაც გესტაციური დიაბეტი ჰქონდა დადგენილი ორსულობის პერიოდში, მოხდეს მისი შემდგომი კონტროლი მშობიარობის შემდეგ პერიოდშიც, რომ არ გამოგვჩეს ეს ტიპი მეორე დიაბეტი, რომელიც რჩება ესე ვთქვათ, მშობიარობის შემდეგ მომატებული გლუკოზის მაჩვენებლები და პაციენტი კვლავ საჭიროებს რაღაც გარკვეულ კონტროლს და მედიკამენტებს. და აქაც ესეთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ სამწუხაროდ პაციენტებს, რომელსაც გესტაციური დიაბეტი განუვითარდათ, მათ უფრო ხშირად აქვთ რისკი იმისი, რომ შემდგომ უკვე დროსთან მანძილზე შეიძლება იმ წუთას იყოს მაჩვენებლები რეგულირებული და ნორმის ფარგლებში, მაგრამ მათ გაცილებით მაღალი აქვთ რისკი შემდგომში უკვე ტიპი მეორე დიაბეტის განვითარების წლებთან ერთად და ამიტომ პაციენტს თუ აქვს ეს ინფორმაცია, ის არავის არ უნდა დიაბეტი განუვითარდეს, შესაბამისად უფრო მოტივირებულია, რომ სწორად იკვებოს, ანუ გააგრძელოს ის სწორად შერჩეული ცხოვრების წესი ორსულობის პერიოდში, ის მოდიფიკაციები უკვე მშობიარობის შემდგომაც, ანუ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ სწორი კვება გააგრძელოს ფიზიკური აქტივობა და პერიოდულად იკონტროლოს გლუკოზის მაჩვენებლების სისხლში. მაჩვენებლები ზოგიერთი ავტორის მონაცემებით 20%-ზე მეც ვითარდება შემდგომ ცხოვრებაში მეორე ტიპის დიაბეტი. ამიტომ როდესაც საუბრობთ ხოლმე ორსულებთან, მე ხშირად ვუხსნით, რომ კვების დარღვევები ძალიან ცუდია, შეიძლება განვითარდეს გესტაციური შაქრიანი დიაბეტი და შემდგომში მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების პერსპექტივით. მათ ვისაც ოჯახში ყავთ, ოჯახის ახლო ნათესავი ბებია, ბაბუა ან მშობელი, რომელიმე მეორე ტიპის დიაბეტით, ძალიან მარტივია მათთვის და კარგად გასაგები, რომ ეს ნამდვილად ცუდი დაავადება, ცუდი მდგომარეობა და თუ ორსულობაში კარგად არ მოიქცა, პირობითად, შეიძლება ორსულობის შემდგომ ეს დიაბეტი მასაც იწვევს და ძალიან ადრე, ვიდრე მის პირველ რიგის ნათესავებს განვითარდა. ასე რომ ზოგადად ეს პოსტულატი, რომ ორსულობაში სადაც სუსტი წერტილია, იქ გამოვლინდება პათოლოგია, სუსტი გულსაერთთა სისტემა, პრეეკლამსიის განვითარების მომატებული რისკი, მეტაბოლური დარღვევების რისკებია, მეორე ტიპის გესტაციური შაქრიანი დიაბეტი და შემდგომში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების პერსპექტივით, ასე რომ ორსულობა გარკვეულწილად გამოცდა ჩვენი ორგანიზმის და შესაბამისად სწორი ცხოვრების სტილის სწორი მოდიფიკაცია, სწორი კვება, ვარჯიში, ექიმის რეკომენდაციების მკაცრი დაცვა თვითმკვლელობის თავის არიდება და ჩათვლა იმისა, რომ მე ყველაფერს შეძვებ და მე ყველაფერი დასაშვებია, ეს არ უნდა მოხდეს და შესაბამისად უფრო მარტივია შემდგომ კარგი გამოსავლის და უკეთესი ორსულობის დასრულების და შემდგომი პერიოდის, იმიტომ რომ ორსულობის დასრულებით ცხოვრება სრულდება. გრძელდება მეორე შვილი უნდა გააჩინოს შემდგომში მარტო შვილოსნობა ხო არ არის ცხოვრება წინ მიდის და მთელი ცხოვრების მანძილზე ინსულინის კონტროლით და ამით არავის არ უნდა ცხოვრება. რა თქმა უნდა და შესაბამისად ამიტომ ეს ძალიან დიდი მოტივატორია ქალებისთვისაც.